საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მიწაა, სადაც ყველის დამზადების კულტურა აწლეულებს ითვლის. ეთნოგრაფიული მასალა გვიჩვენებს, რომ ყველი ჩვენს ყოფაში მხოლოდ საკვები არ არის. ის ტრადიციის, იდენტობისა და ცოდნის მატარებელია. სწორედ ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ლიზა მოსიძე განავრცობს თემას და უფრო კარგად ჩამოგვიყალიბებს სტუმართან ერთად. თუ როგორია ყველის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმები, ონისე, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. არ არსებობს მგონი ადამიანი, ვისაც ყოველდღიურ მოხმარების პროდუქტთა სიაში ყველი არ აქვს პირველ ადგილზე და ხშირად საუბრობენ იმას ხოლმე, რომ ყველი იწვევს დამოკიდებულებას და ადამიანები, რომლებიც ერთხელ მიეჩვევიან ყველის მოხმარებას, იშვიათია, რომ ეს შეწყვიტონ ხოლმე. საინტერესოა ამაზე რას ფიქრობენ თავად ის ადამიანები, ვისაც ამ პროდუქტთან ყოველდღიური შეხება აქვს, თუმცა მანამდე დღეს საქართველოში ცნობილ ყველზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც 80-ზე მეტი სახეობით არის წარმოდგენილი, ეს არის ტრადიციული ყველი, რომელიც თითოეულ რეგიონს აქვს დღეს საქართველოში და სხვადასხვა ტექნიკით მზადდება, აქვს განსხვავებული გემო და ისტორია. ეს არის სულგუნი, იმერული ყველი, გუდის ყველი, ტენილი, კალტი, დამბალხალჭო, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სიმდიდრის, რომელიც ამ ხრივ ჩვენ ქვეყანაში არსებობს. ქართული ყველი გამოირჩევა ბუნებრივი დამზადების წესით, რძის ადგილობრივი ჯიშებით და მეთოდებით, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. როგორც BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოს ყველის ცოცხალი მუზეუმია, სადაც ზოგიერთი უნიკალური სახეობის გაქრობა ზღვარზია. და სწორედ ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა ამ ცოდნის შენარჩუნების, დოკუმენტურ ჩარჩოებში მოქცევის და ამ ფორმით გავრცელების. სულ მალე საქართველოს ყველის მუზეუმი ექნება პირველი სივრცე, რომელიც მთლიანად ეძღვნება ქართულ ყველს, მის ისტორიას, ტექნოლოგიას და კულტურულ მნიშვნელობას. დღეს ჩვენს გადაცემაში ყავს სტუმრად ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ყველის დამზადების სპეციალისტი, არამედ მკვლევარია და მცველია ამ უნიკალური მემკვიდრეობის. ადამიანი, რომელსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება და რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართული ყველი დღეს მსოფლიო უკეთ იცის და მალე ქართულ ყველს თავისი მუზეუმიც ექნება საქართველოში. ჩვენი სტუმარია ანა მიქაძე-ჩიკვაძე, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი. მე ყველი ქალბატონი. მოგესალმებით ქალბატონო ანა და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოგიწვიეთ და მოხვედით ჩვენთან ერთად და მინდა მაყურებელს უთხრა, რომ სწორედ აი ამ ქალბატონმა ანა მიქაძე-ჩიკვაძემ ამიხილა თვალი და მაჩვენა სწორედ სწორი და გემრიელი ყველის გზამკვლევი გახდით თქვენ ჩემთვის ნამდვილად და ის რომ მარტო გემოები არ არის ეს პროდუქტი დღეს ამაზე გვინდა საუბარი ის ნივთები რომელიც წარმოდგენილია დღეს გვექნება საშუალება თითოეულ მათგანზე ვისაუბროთ მაგრამ მაინც უნდა დავიწყოთ საერთაშორისო მედიით BBC ვახსენე და მასთან ერთად კიდევ იყო Forbes-ი და რამდენიმე ძალიან რეზონანსული გამოცემა სადაც ქართულ ყველზე დიდი აღფრთოვანებით წერენ საერთაშორისო მკვლევარები როგორ მივედით აქამდე რომ ქართულ ყველზე ასეთი პუბლიკაციები გვხდება უკვე გერერთი ძალიან დიდი მადლობა მორიგჯერ მე არ მაკლია ყურადღება თქვენი გადაცემიდან და ამ წამყვანებისგანაც კიდევ ერთხელ მადლობა ამ შანსისთვის რომ გვაქვს საშუალება კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ტელემაყურებელს და ყველის მოყვარულთა საკმაოდ დიდ არმიას იმიტომ რომ ძალიან ცოტა პროცენტულად ადამიანი ყოველთვის საქართველოში არ მეგულება ადამიანი ვისაც ყველი არ უყვარს და თუ სიტყვაზე აქვს რაღაც გარკვეული ფიზიოლოგიური მიუღებლობა იმასაც კი ისიც კი ეძებს რაღაცა ლაქტოზისგან თავისუფლებას და ყველის გარეშე მასაც კი არ შეუძლია. რაც მის ორგანიზმს დაარგებს. კი ბატონო. მარტივი ახსნა აქ ამას ჩვენ ადამიანები, ბუძუმწოვრები ვართ და ვიწყებით რძით. და ჩემი ასე ვთქვათ მრავალწლიანი ინტერნეტ კვლევების და გამოძიებების და შესწავლების საფუძველზე დავადგინე ისიც კი რომ თურმე არა მარტო ვიბადებით რძით, არამედ როდესაც ადამიანი ტოვებს ასე ვთქვათ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას ანდერძისთვის ხელის მოწერა რომ მოესწრო აძლევდნენ ერთ ნაჭერყოს რომ იქნების წამები გახანგრძლივებული. აი ამ დონეზე სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, ესეთი ლეგენდარული თვისებები აქვს. გარდა იმისა რომ აი თქვენ როგორც თქვით საყვარელო ლიზა რომ საგემოვნო თვისება არ არის მხოლოდ ყველი არის ბევრი რამ. საგემოვნო თვისებაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტიც, სამკურნალო პროდუქტიც და რაც ყველაზე მთავარია ღვინოსთან ერთად კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი. აი ამით მინდა ზუსტად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საყვარელ მაყურებელს და ყველა ყველის მოყვარულს და მათ შორის ჟურნალისტ და დიდ არმიას, რომ ჩვენ გადავდგით ახლა ძალიან პრაქტიკული ნაბიჯი
აქვე გავამხელ, მე მგონი ეს ჯერ ისე სრულფასოვნად არ გაგვიჟღერებია, იმიტომ ახლა იწყება ეს პროცესი, როგორც ხორბალი და ქვევრი გახდა არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე იუნესკოში, ჩვენ ვიწყებთ წლეულს სწორედ მზადებას იუნესკოსთვის და კრებსითად ზოგადად ქართული ყველი, არა მარტო ერთი სახეობა მისი, მაგალითად ჩვენ საქართველოს რეალობაში შიგნით კულტურის სამინისტროს სპეციალურმა დეპარტამენტმა არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა 4 ყველს. თავიდან როდესაც დამბალხაჭოს მიანიჭეს და ამისთვის მე მარიამ ხუცურაოს, რომელიც არის ძველი დამბალხაჭოსი, პოეტი ქალბატონი არის, იურისტია განათლებით და სასწაული მოამაგე და ასეთი მეციხოვნები ყველა ყველს ყავს საქართველოს რეგიონებში. აი მარიამის დამსახურება რომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს, არის ესეთი არჩეულებრივი კაცი ემზარ ჯვარაძე, რომელმაც ტენილი ყველის გაძეგლებაზე იმუშავა კულტურის სამინისტროსთან ერთად. მე არასდროს არ ვერევი არც ერთი ყველის გაძეგლებაში, იმიტომ მირჩენია ის რეგიონის მეციხოვნემ მისი სახელი და გვარი იყოს. იმისთვის რომ იუნესკომ აღიაროს ახლა უკვე ქვეყნის სტატუსი, ყველი რა არის ამისთვის საჭირო? რა უნდა გავაკეთოთ ყველის მოყვარულებმა? ამის საჭირო თქვენ ხარ უნდა დაგვიჭიროთ და სულ გვიძახოთ შენ ტანადო, შენ ლამაზო ყოხტა ნაძრიცხავ, იმიტომ რომ ეს გამხნევება ნამდვილად გვჭირდება. იუნესკო არ არის მარტივი გადაწყვეტილების მიმღები, მე შესწავლილი მაქვს იუნესკოს მიერ დარეგისტრირებული სხვა ქვეყნების ყველები და ცოტაა ძალიან ყველი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა, ისევე როგორც ქვევრის ღვინო გვაქვს, ჩვენ გვაქვს დერგის ყველი, დღემდე შემორჩენილი დერგის ყველი. აი ეს ნივთი, რომელიც მე ყველა ეთერში დამაკ პატარა ზომის, იმიტომ აღარ მეტევა ხოლმე 53 ნივთი მაქვს ასეთი მინაბაძი გაკეთებული არის სადღვებელი. აი ესეთი დერგები, ასეთი სადღვებელი. აი მინისადღვებელი შეიძლება ჩავთვალოთ? მინისადღვებელი, ანუ პატარა სადღვებელი. არა, ეს არ არის ნატურალური ზომის, ნატურალური ზომის სადღვებელი. საკმაოდ რასაკვირველია, დიდია და არის თიხის, არის დღის, არის ეხლა უკვე უშანგავი რკინის, მაგრამ ის რაც ისტორიული არის თიხა და ხე. უფრო წინ რომ წავიდეთ, მე მუშაობ ერთ არაჩვეულებრივ მწერალ. სხვათა შორის აი რა დაემართა ქართულ ყველს აი ამ 23 წლის განმავლობაში, რაც მე დავიწყე პროექტი ქართული ყველი. დაემართა ის, რომ მას აქვს თავისი პოლიგრაფი. უამრავი წიგნი გამოვიდა, კატალოგები გამოვიდა, არქეოლოგია შესწავლილია თავიდან ბოლომდე, ყველა ნივთი არის წარმოდგენილი პატარა ბროშურებში. ჩვენზე წერს შვეიცარიული და შვედეთის სფერო. იწერება ცალკე წიგნები. ანუ მოხდა ისე რომ დაგროვდა ბიბლიოთეკა, პოლიგრაფია, გაუჩნდა საკუთარი ფესტივალი, მეტი რა უნდა დამართო პროდუქტს, როცა აი ამდენ თვისებას, აი ამდენ მნიშვნელობას აღკიდებ. და სხვათა შორის მე მახსოვს, როცა არ უჯერებდი არ წყურებს, არ ცვალებს და არ საკუთარ და არც ხვის ნათქვამს, New York Times-მა გააკეთა გამოკითხვა და ქართული ყველის ფესტივალი შეიყვანა 50 აუცილებელ სანახაობათა შორის. ისე მოვედით აქამდე, რომ ეს გიგანტი მედია სულ კვალდაკვალ დაყובה, BBC-მ გააკეთა რეპორტაჟი, National Geographic-მა გააკეთა, ყველაზე ამბიციური, მე ახლა საერთაშორისო მხარდაჭერებს გიყვებით, ყველაზე ამბიციური ბლოგერი არის ესეთი დევიდ ფარლი, შვილი რომ მოუნათლო, ერთ სიტყვას ვერ დააძღვევინებს, ზედმეტს რაიმის საკეთ. აი, დევიდ ფარლიმ თქვა, რომ ეს არის მოვლენა. დევიდ ფარლისთან ერთად მე ვიმოგზაურე სვანეთში, ქვემო ქართლში, მასთან ერთად დავაფიქსირე შუშველა, იმიტომ რომ თხოვა მან, ხომ არა გაქვთ რაღაც ისეთი ყველი, რომელიც ჯერ კიდევ არა გაქვთ ძალიან გაჟღერებული და გაპიარებული და მე მინდა რომ თქვენთან ერთად ერთ-ერთი პირველ აღმომჩენი ვიყო და ასეთ დაემთხვა სვანური ნარჩვი და შუშველა აჭარული. ერთმანეთზე უკეთესი, საუკეთესო ყველია ორივე. და ნუ მან დაწერა გულწრფელად, რომ ნუ ესეთი არაფერი მინახავს, გაგიჟდა გადაირია სხვათა შორის იმაზე, რომ სვანური ხაჭაპური, რომელიც ნარჩვის გულსართით კეთდება, მოიცავს მარიხუანას თესლს მაგალითად. ეს არის კულტურის ნაწილი და ძალიან გაბრაზდა, რომ რას ქვია მარიხუანას თესლი. მომიტანეთ ყლავე, ამიდეთ აქ უნდა გაურიოს იმაში ხაჭაპურში. ანუ რაც ავთენტურია, მისთვის ეს არის ბუნებრივი და ითხოვდა. და სხვათა შორის სვანები კიდე ხშირად ხმარობენ ფეთურევე ხაჭაპურს. ჭუჭიან ხაჭაპურს ეძახიან, იმიტომ მუქი ფერისა. მუქი ფერის, ოღონდ ძალიან ცოტა რაოდენობით, იმიტომ რომ მან თავის გემონური თვისებები არ აი, იმ ფეტვის ხაჭაპურს აუცილებლად აქვს შიგნით ნარჩვი. და ნარჩვი არის იმდენად ძვირფასი და დიდებული ყველი, რომ ავსტრალიელი ფოტოგრაფი, რომელიც ახლდა დევიდ ფარლის, მეუბნებოდა, რომ თქვენ გიჟები ხართ? რაღაცა მარილიანი ყველები ვჯამე იმაში, რა ქვია, რესტორანში და ეს ყველი გაქვთ და რესტორანში არ გაქვთ. ანუ სასწაული ყველი. ქალბატონანა, იცით რა არის საინტერესო? ყველა ოჯახს ვინც ყველს ამზადებს, ეს იქნება რეგიონებში, ვინც ამზადებს
შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს ყველები განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველა თავისი იდენტობის და თავისი სურნელობის და თავისი გემოვნების მატარებელია და აბსოლუტურად შეგვიძლია განსხვავდეს, მაგრამ რეგიონებში ესე რო ავიღოთ ჩვენ, ხო, საქართველოს რეგიონებში აბსოლუტურად განსხვავდება ყველა რეგიონის ყველი. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სხვადასხვა გემოვნური თვისების არის. აი ხა ჩვენ ახან მხოლოდ საკვები არ არის ყველი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთვის ჩვენ ამას ახლა ნელ-ნელა აღმოვაჩენთ და ეს ძალიან ბევრმა იცის თუნდაც რო ავიღოთ ძალიან ხშირად გამიგია როცა რაღაც ისეთ მიირთმევ საკვებს რომელიც შეიძლება შენ ამან გაწყინოს შეგიძლია მიაყოლო ყველი და ის რაღაცას დააბალანსებს ორგანიზმში ან ყველა რეგიონში განსხვავებული ყველიდან გამომდინარე თავისი სამკურნალო თვისებებიც გააჩნია რა თქმა უნდა არა კი ბატონო თქვენ ახლა ისეთ კარგი კითხვა დამიჯდა არასდროს არ გამიჟღერებია ეთერში ეს კითხვა იმიტომ რომ არც ყოფილა ამის შანსი კანადაში ცხოვრობს ქართველი კაცი ალეკო ჩაჩანიძე ქართული სათვისტომოს უფროსი გახლავთ და ქართულ რესტორანს ფლობს და ძალიან ბევრი პროდუქტი გააქვს საქართველოსთან მათ შორის ყველიც გააქვს რაც ძალიან ისეთი რთული თემაა ზოგადად ამერიკაში და კანადაში გადის ქართული ყველი და ალეკო არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ პოპულარიზატორი ამ ბიზნესის ნახეთ მან გამაცნო ვირტუალურად ერთი ადამიანი ექიმი რომელიც სწავლობს ქართული რძის პროდუქტების სამკურნალო თვისებებს მე ხა სულფასოვნად ვერ მოვიცალე ჯერ რომ ჩავჯდე მასთან ერთად და სამკურნალო ხაზს გავყვეთ მან მითხრა ისეთი უცნაური რაღაცები რაც გაგონილიც არ მქონდა რომ მე ვაი ძალიან ჩავეძიე აი დამბალხაჭო მაგალითად რომელსაც ობის რაგვარობა აქვს ერთ-ერთი კამენბერის მაგრამ ამას გარდა არის მთელი ჯგუფი ხა მე მიკრობიოლოგი არა ვარ და ამიტომ აპატიოს მიკრობიოლოგებმა ტერმინებს რომ დავაბრეხოთ მაგრამ ვიტყვი რომ ლიციდების ჯგუფით არის სავსე ანუ ეს არის ყველი რომელიც ჯარისკაც მუდმივად გულის ჯიბეში ქონდა როგორც ფრანგ ჯარისკაც კამენბერი და ომში მიქონდა იმიტომ რომ გაცივდებოდა გალოკავდა შეჭამდა ცუდად ხდებოდა მოშივდებოდა ანუ ანაყრებდა და რასთორე ენერგეტიკული ღირებულება ხო ყველა ვიცით რომ ყველს აქვს საკმაოდ მაღალი და შესაბამისად რაღაცა ენერგიის ერთ-ერთ პირველი ენერგიის ერთი წყარო გარდა ამისა სამკურნალო თვისებები აქვს აი ვირუსთან პირდაპირ აი მაგალითად მიმტკიცებენ შავლები და მათ შორის თუშები თუნდაც თუშებსაც აქვს ამ ტიპის ყველი მაგალითად კალტი ხმელი კალტი სველი კალტი მე მახსოვს გერმანიაში ვახდი გამოფენაზე ჩვენ ყველი ვერ გაგვაქვს სამწუხაროდ გამოფენებზე ამის უფლება არ აქვს იმიტომ რომ ბევრ რამეს ვერ ვაკმაყოფილებ სამწუხაროდ მაგრამ ჯერ რაღაც სტანდარტებში კიდევ მაგაზე არ ვილაპარაკოთ იმიტომ დღეს საზეიმო თემა გვაქვს მუზეუმი გვაქვს ასაწყობი და გასაკეთებელი ხალხს უნდა ვიმართო რომ ეს მათი მუზეუმი და სახალხო მუზეუმი პირველი სახალხო მუზეუმიდან გავაკეთოთ ხალხი სამეურნეო კულტურის მუზეუმი არ გქონია არასოდეს და ეხლა გვექნება ნახეთ იქ არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გასინჯა სველი კალტი და სახე შეეშალა და მაშინ ოთო დანელია იყო მინისტრი სოფლის მეურნეობის და მკითხა რა დავმართეთ ამ ქალბატონს რა ეს ყველი გაქვთ და ეს ყველი არ გაქვთ მსოფლიოში ეს იყო რაღაცა მე თვითონაც რამდენჯერმე გამაოგნა ამ ყოლმა და ის სული უსაქციელობა მჭირს როცა ამ ყოლს ვეხები იმიტომ რომ ეს არის ყველი რომელსაც შეუძლია მთელ თუშეთზე ყველაფერი გიამბოს ჭორიკანა ყველა ინფორმა ყველა ბალახის გემოს გზნობ ყველაფერი ღიზიანდება ყველა რეცეპტორი თვალი თმის ზირამდეც კი აზდის ადამიანს კმაყოფილება და ბედნიერება ზოგადად ყველს ახლავს ეს ბედნიერების განცდა ბედნიერი ძალიან სუქანი ვარ იმ ეთერში საერთაშორისო და ხშირად აჩვენე. არ ეს თქვენ არ იყავით. არ მე არ ვიყავი, ეს მე არ ვიყავი. ეს ძალიან აუცილებლად მეკითხეთ კომპლიმენტი რა აუცილებლად. ეს ვინ არის? აი ნახეთ როგორ აკეთებს ტენიკოს. ეს ქალბატონი ხშირად ხდება ხოლმე გიგანტი მედიების ეთერში და ძალიან ისეთი ვარსკვლავი გახდა გალინა არის დედა ამ ყველაფრის გალინა. ხოდნანა ბევრი მოგზაურობა გიწევთ. გარდა იმისა რომ საერთაშორისო ასპარეზზე ხვდებით ხშირად კოლეგებს, ამ მნიშვნელოვანია რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ საქართველოს მთასაც, ბარსაც და ყველა იმ ადგილს სადაც კეთდება ჩვენი ტრადიციული და ავთენტური ყველი. დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველა კუთხე უკვე მუზეუმში მოიყრის თავს და სანამ მუზეუმზე მოგვიყვებით კიდევ უფრო დეტალურად მაინტერესებს რამდენად საინტერესოა რეგიონებში ამ ადამიანებთან შეხვედრა თვითონ თუ აცნობიერებენ რომ ამ ხელა მნიშვნელობის ტრადიციის მატარებლები არიან და საინტერესო თუ გადადის ეს ცოდნა თაობიდან თაობაზე რეალურად ვინ უნდა გააკეთოს ამ ხარისხის ყველი იმ უნიკალური ძველი რეცეპტებით რომელზეც ახლა ვსაუბრობ შესენილი იქნება თუ მუზეუმი როცა მექნება ლიზი იქნება ასე ვთქვათ ჩვენი ერთ-ერთი ლექტორი შეიძლება გიდობაც დავა. კი, არა, ლექტორად მოუწევთ, იმიტომ რომ ისეთ ტექსტებს ამბობს, აი მე რომ უნდა ვთქვა. დიდი მადლობა ამისთვის და ასეთი დამოკიდებულებისთვის, ფანტასტიკური შეკითხვა და გეტყვი რატომ. აი 23 წლის წინ
მე არ ვიყავი მთლად ნორმალურთა კატეგორიაში და ამბობენ რომ 4 ყველის პატრონები ვართ, იმერული, სულგუნი, გუდის ყველი, ქარხნის ყველი. ქართულ ყველს ეძახ და დაერქვა ხალხურად ქარხნის ყველი, რომ ქარხანაში მზადდებოდა ინდუსტრიული ყველი იყო. და რა ფესტივალებზე ლაპარაკობს ეს ქალი და რა კვლევებზე ლაპარაკობს და როდესაც ეს ყველაფერი დაიჯერა პირველ რიგში რეგიონებმა, პირველ რიგში იმ სოფლებმა, სადაც მე ფერმებში თეობით ცხოვრობდი და კიდევ ვიცხოვრებ. მე თვითონაც მექნება ძალიან იმ მუზეუმის კონსტრუქციას რომ გაგაცნობთ, გეტყვით რომ ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ ფერმა, პატარა თხის ფერმა, აუცილებელია, იმიტომ რომ საკუთარ ძეზე უნდა იმუშაოს მუზეუმმა და კიდევ სხვა რაღაცას მოგვიანებით გეტყვით. ეს ადამიანებმა რომ დაიჯერეს აქეთ მირეკავენ და ქალბატონო ანა, იმაგრად როგორ გაჩნდა ჩემს კვლევაში ნარჩვი, დამირეკა ირა ანსიანმა, შესანიშნავმა სვანმა ქალბატონმა, საოცარმა გოგომ და მითხრა, რა მექსმენიათ ნარჩვი, მეთქი, არა, პირველად მესმის. რა საკვირველია, როცა ასეთ ზარი შემოდის, ზუსტად საათნახევარი მჭირდება მოსამზადებლად, ზურგჩანთა და მივდივარ. რომ ჩავედი და ვნახე ეს ყველა მე მოგვიანებით ერთი ძალიან ცნობილი დიდი კომპანიის, ფრანგული კომპანიის წარმომადგენელიც გამომყვა, იმიტომ რომ ერთ-ერთ ვორქშოპზე გასინჯა ეს ნარჩვი და შეიშალა სრულიად და თქვა რომ ეს ყველი უნდა შევისწავლა იქ. და მარილიანია, მაგრამ ძალიან არა, მარილიანია, თუ თუდად არის გაკეთებული, თუ თუდად არ არის გაკეთებული. და ვაგია რომ არ გამისინჯოს. ძალიან გემრიელია. ესე მიყვარს ხოლმე გასინჯული რო არ აქვს, იმიტომ რომ მე ვიცი მე გამოვუგზავნი და რო გასინჯას სახეზე დავაკვირდები. დამბალ ხაჭოვისაც არ უჭამი, აგუში მქონდა დებატები მე და მარიამ ხუცრაოს მოდი შევკრიბოთ ხალხი, ისაც დამბალ ხაწვა არ უჭამი და მე დავაკვირდეთ მათ რეაქციას. ისე მიყვარს, როცა მე უნდა მეგრული გუდის ყველი არსებობს, აი ამ გაოცებაზე მეტი არაფერი არ მომწონს, იმიტომ რომ კი არსებობს მეგრული გუდის ყველი, კი არსებობს ნარჩვი, კი არსებობს ჩოგი, რომელიც ნაირსახეობა, აი რამ შეადგინა ეს 80-60 ხანდახან 200-იც ახლა მაგრამ ბატონო კუთხის არის ჩოგი. ჩოგი არის თუშური ყველი. ჩოგი თუშური ყველი, ნაირსახეობა არის ერთგვარი გუდის ყველის, მაგრამ არ ჩამოვარდება გუდის ყველის გემო აქვს და სინამდვილეში ოდნავ ხაჭოსებრია. კალტი, რომელიც არის სველი ნადუღისებრი, ნადუღის ცხრის ნადუღისგან და საქონლის ნადუღის კარგად, აი როგორ არის იცით, აი დიდხანს მუშაობს ხელი. და ყველდება, სანამ აი კარგად არ გაზილავენ და მე კვერებს გააკეთებენ, ჩელტებზე ჩამოდებენ და გაახმობენ და ცოტა წაიპარმაზანებს, ცოტა პარმაზანებს კეთებს, მაგრამ კაცებისთვის არის ეგრეთ წოდებულ ნაბახუსებზე არის საუკეთესო წამალი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არც კი დაგითმობს ამ ყველს თუში მეცხვარე თავისთვის უნდა, ისე როგორც დამბალხაჭო თავისთვის უნდა და მეომარს, ანუ ყველა ამ ყველს, რომელიც მე ვიპოვე თავის დროზე და რომელიც დაიბრუნა რეგიონებად და ახლა აქეთ მეხვეწებიან რომ მოდი აი ეს ჭურჭელი მაგალითად ჩემთვის არის რაჭული ყველის წყალდასხმულას ჭურჭელი და ასევე შევიდა კატალოგში წყალდასხმულა არავინ არ იცოდა მისი არსებობა მაგრამ აბა ღებში რომ ავედით ჩვენურად დამახვედრა ღების ერთ-ერთმა შემორჩენილმა სოფლის მაცხოვრებელმა წყალდასხმულა არის ხაჭოსებრი ყველი რომელსაც როგორც ნარჩვს ისე ტენიან კარგად დაბჟინავენ მშენებლობისო სხვა რო გესმით ხო აი ეს კარგად დაბჟინავენ და წყალდასხმულა ქვია იმიტომ რომ ისე კარგად ჩაიკირება ჭურჭელში რომ ვეღარ ამოაქვს და მე ხელწყალს დაიხამე რაჭული ყველის დამზადებისთვის ქილა ის შავი რაჭული ქილები იცით რა არის ნახეთ როგორ ვითარდებოდა ჩემ აი მეგობარმა სხვა შორს მე აქ მოვიტანე ერთი გოგოს ნახატი ეს არის ჟურნალისტი იყო და ყველზე დაიწყო წერა არაჩვეულებრივად ასე კარგად მე ვერ წერ როგორც ეს გოგო წერს მანაც დაიწყო ხატვა ჩემი არ იყოს და ეს ორი ნახატი გამიკეთა და ბევრი ნახატი გამიკეთა რძეზე და ყველაზე აი მუზეუმის კვალ და კვალ ადამიანებმა დაიწყეს მუზეუმისთვის საჩუქრების მოდი ამაზე ვისაუბროთ ამ ნახატებზე რომლებიც მუზეუმისთვის იხატება და თქვენთან მოაქვთ საჩუქრად რომ მუზეუმის და ქალბატონ მანამ თავადაც დაიწყო ხატვა მე რატომ დავიწყე ხატვა ძალიან ბანალურად დავიწყე ხატვა აღმოჩნდა რომ ქართულ ხატრობაში კლასიკაშიც კი ყველი არ ჭაჭანებს არის ღვინო არის პური არის მწვადი არის შამფური მოკეიფე მაგრამ არ არის ყველი ანუ სუფრაზე ყველი არ დევს ერთადერთი ნახატი იყო. აი ხა ეს თქვენი ნახატია. კი, ეს ჩემი ნახატი გახლავთ, კი ბატონო. ეკრანზე მიდის. კი, ესენი გახლავთ ჩემი ნახატი. ბატონიანას შესრულებული ნახატები. კი, მაგრამ ჩემზე უფრო კარგად ხატავს. ყველი ჭარბობს. შორენა ჩემზე უფრო კარგად ხატავს ფოთაშორის მერკვილაძე. აი ესე ჩემი საყვარელი ივითებია. ეს ფოთაშორის ბაზრობაზე მაჩუქა ქალბატონმა, გამომეკიდა თქვენ ისანა არა ხართ ყველაზე რომ აი ნახეთ მე რა გაჩუქო და პატარა ეს ბევრი მაქვს, ძალიან ბევრი 100-მდე ეს ძალიან პატარა არის. ეს ძალიან პატარა მე დიდები, აი ყველა ზომის მაქვს აბსოლუტურად და თუ კიდე
ვინმეს გაქვს სიამოვნებით ვიჩუქებს ხათაშორის ამ პატარა ბიდონებს. და დარწმუნებული ვარ, მე მუზეუმში იპოვნით, რომ მიხვალ სტუმრად ქალბატონი თავის სახელით და გვარიც იქნება, როგორც ქალბატონო, სად იქნება ეს მუზეუმი? რა მასშტაბზეა საუბარი და როდისთვის იგეგმება გახსნა ძალიან საინტერესოა, თუმცა მანამდე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რამდენად გაქვთ ამ პროცესში, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი და იგივე სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობაც ალბათ აუცილებელი იქნება. მე თქვენ გამოგიგზავნეთ ესეთი ადამიანის ფოტო გადაღებული მქონდა ამ ადამიანთან. გუზალი არის ერთი აზერბაიჯანელი აქსაკალი. სამწუხაროდ გარდაიცვალა, აღარეთ ცოცხალი შარშან გარდაიცვალა. მე მას პირადად შევხვდი, მან პირადად მიმიწვია უნდა მე შევარდნაძე გამასინჯავა სულ გუნდა იმ გემოს ვეძებ და ვერავინ ვერ გამიკეთა და გამიმართლა და ჩემი გაკეთებული ყვალი ჩათვალა რომ ზუსტად ის ყველი იყო რომელიც გაასინჯა თავის დროზე შევარდნაძემ. ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ კავკასიური ყველის თემაზე და ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი მუზეუმის კავკასიური პავილიონიც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ განუყოფელი გასტრონომიის თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, ამიტომ ხანდახან როცა დავობთ მაწონი ქართულია თუ სომხურია, სომხურია თუ ქართულია, შორა ქართულია თუ სომხურია, არაჩვეულებრივი კავკასიური ყველის მთელი ფონდი არსებობს, ძალიან გავს ჩვენი მაგალითად იმერული ყველი და ადიღეური ყველი ერთმანეთს. მე ბევრი ვიმუშავე ჩრდილოეთ კავკასიაში ვიყავი ძალიან კარგი ექსპედიციით და შეყვარებული ვარ ამ ხალხზე, ვაფრენ ინგუშებზე, ყაბარდო-ბალყანელებზე და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ბევრი ერთნაირი რძის პროდუქტი გვაქვს და აზერბაიჯანშიც მომიწია, კურდამირში ვიყავი, აი ამ ბატონის გოზალის მიწვევი და მას ყავს არაჩვეულებრივი გონიერი ძმისშვილი, რომელიც ასაკურველია, უძღვება ალბათ უკვე უძღვება ბიძამისის აი ამ უზარმაზარ იმპერიას, 65 ქარხანა აქვს დაარსებული სასოფლო-სამეურნეო და ერთ-ერთი არის მაგალითად ყველის რძის გადამამუშავებელი ქარხანა აზერსუდი, აზერსან ქვია ზოგადად მის კონგლომერატს და გვერდით ჰქონდათ, ხედავთ 500 მეტრში ფერმა ჰქონდა და აბა მკითხეთ რამდენი ტონარზე ჰქონდა იმ გვერდით ყოფი ფერმისგან 60 ტონარზე მარტო იმ გვერდითა ფერმით ჰქონდა. დანარჩენს კიდე მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აგროვდა. რამდენად მნიშვნელოვანია 60 ტონა მთელ საქართველოში რომ მოვძევნოთ ვიქნებით ბედნიერები. არა, აზერბაიჯანი რძის თვალსაზრისით, მოპოვების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა, ასევე სომხეთი სხვათა შორის ძალიან რძის მოპოვების თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანა, თუმცა სომხეთმა აირჩია ძალიან საინტერესო კონცეფცია, ის აკეთებს მსოფლიოს ყველა ყველს, მათ შორის ძალიან გამოზდით კარგად ობიანი ყველების კატეგორია, აქაც მესხეთში, ჯავახეთში მათ აქვს ჯივილ სასწაული ყველა საწყალი მახსოვს ვედუქიძე ცოცხალი რო იყო ეს ყველი მეჭირა და ცუდად გახდა. მე ვლაპარაკობ, მე ხო ვერ გამაჩერებს ადამიანი კითხვით ჩართვა ძმელია და მე ვლაპარაკობ რაღაცას რომელიღაც გამოფენაზე და ეს ყველი მიჭირავს ხელში და კახა მეუნება, როდის გამასინჯებ, ხო გიждდებოდა ამ ყველზე და ხათა შორის კარგ რაღაცას პირდებოდა, ძალიან უნდოდა რომ სკოლა გაეკეთებინა, ყველი სკოლა, ვერ მოვასწარით ეს თანამშრომლობა, ღმერთმა აცხონდოს, მაგრამ მე წუნდეთ რომ სკოლაც იქნება, მუზეუმიც იქნება. თბილისთან ახლოს იქნება. ბატონო? თბილისთან ახლოს იქნება. კი, ეს არის დაახლოებით 40-50 კილომეტრის რადიუსში თბილისთან. ყედა მდინარე რომ ნამდვილად არის ამას ვაფიქსირებ, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ ასეთი კონცეფციის მუზეუმის გაკეთებას, ეს არის მუზეუმი საკუთრივ თავისი პავილიონებით. აი მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რამაც მუზეუმმა უნდა გააცოცხლოს, არის მაგალითად თქვენ რაჭველი ხართ, ხო? რაჭიდან ჩამოვა რძე და ერთი კვირა გავაკეთეთ მხოლოდ რაჭულ რძეზე ყველს. მეორე კვირა სვანეთიდან ჩამოვა რძე. არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ ამ მუზეუმში. მუზეუმს ექნება თავისი ყველის საცავი, თავისი საწარმო, სასწავლო საწარმო, ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკიძე, განურჩევლად მოყვარულია თუ პროფესიული არის პროფესიული სკოლები გაჩნდა, აგერ მიხოს იმონიშვილმა გააკეთა დმანისში შესანიშნავი სკოლა და ჩემთან როცა არ ეყოფათ კვალიფიკაცია, გადავამისამართებთ დმანისში. ეს ერთმანეთს შევუწყობთ ხელს, რომ როგორღაც ჩვენ გაგვიჩნდეს მაღალი კლასის პროფესიონალი, იმიტომ რომ აი ხა მე რომ თქვენ მკითხოთ, აი საერთაშორისო ჩემი გამოცდილება, იმ რომ დავდივარ ჩეხეთში, დავდივარ აზერბაიჯანში, მათ შორის რუსეთშიც მომიწია, უკრაინაშიც მომიწია ყოფნა, ბარსელონულ ბიზნესმენებთან ვიმუშავე, უნაგრანდეს წარმომადგენლებთან ვიმუშავე და კიდევ მაქვს მიწვევები, აგერ ამერიკაც არის პერსპექტივაში. ნახეთ, სულ მიჭირს ხოლმე მათ გავუგზავნო ყველის ტექნოლოგია. და ხანდახან მე არ მიყვარს ძელვადიანი მივლინებები, მაგრამ მომიწია სამი თვე ფიზიკურად მუშაობა, თუმცა მომეწონა, ვერ გეტყვით რომ ეს არ მომეწონა, მე ვიმუშავე როგორც მეყველემ და ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლოს უკვე დასაბმელი ვიყავ, იმიტომ რომ მე საქართველოს გარეშე არც ერთი წუთი არ შემიძლია, მიჭირს ამიტომ სკოლები
კერები გორში არის არაჩვეულებრივი ზურა პაპუაშვილი, რომლის გარეშეც მე ფეხს არ დგავ. რომელ ქვეყანაში მივდივარ, ბატონი ზურა პაპუაშვილი, ეს არაჩვეულებრივი შესანიშნავი ასაკში არის, გაფურჩქმის ასაკში არის ხა და დიდხანს მიცოცხლოს ღმერთმა. მყავდა კიდე ასე არჩეული ომარი მახარობიშვილი, არაჩვეულებრივი მეყოლე. ეს მოხიკანები, ასე ვთქვათ, მათ აქვთ პატარა სკოლები, სახელმწიფო სკოლა არის, ხათაშორის გორში კოლეჯია და თითქმის ყველა ვინც კი რამეს აკეთებს დღეს ქართულ ყველის ტექნოლოგიაში, ეს არის ამ სკოლის გამოსდილი და ჩემი უახლოესი აღმოჩენა ხათაშორის ზურაბიანი, შორენა ზურაბიანი, არ ვიცი მე ეს გოგონა ჟურნალისტი იყო, მე ისწავლა, ახლაც ადოქტოროზე მუშაობს, ნარჩენებზე მუშაობს, შრატზე მუშაობს, ეს უნიკალური ამბავია. მე არ ვიცი, ღმერთმა რატო დამასაჩუქრა ესე რომ ასეთი ყოვლის ტექნოლოგია შემახვედრა და სხვაშორის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ჰიპერმარკეტში უძღვება ძალიან საინტერესო საწარმოს. ქალბატონი ანა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვეცნობით კიდე ნელ-ნელა აღმოჩენებში ვართ ჩვენ მოყვარულები ყველის, ასე რომ ვთქვათ, რომ რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ყველის ისტორია და ზოგადად ყველი. და მე სულ მგონია, რომ აი საქართველოში არის ყველაზე მეტი ყველი და ერთი ქვეყანა კიდე რომელიც წარმომდგენ ეს არის საფრანგეთი, სადაც შეიძლება უფრო მეტი, აი რაღაცა დიდი რაოდენობის იყოს. არის ქვეყნები, ანუ იგივე ჩეხეთი ვთქვათ, რომ აი ბევრი ყველით იწონებს თავს, ბევრი ყველით არა, ჩეხეთი და ზოგადად სლავური ქვეყნები არ არის ყველის მწარმოებელი ქვეყნები. მათ აქვთ უკვე კულტურა ყველის გამოყენების საკუთარ სამზარეულოში, პურცომეულთან რასაკვირველი არანაკლები ვიდრე ჩვენი ხაჭაპურია, მათაც აქვთ მშვენიერი ღვეძელები, სხვადასხვა სტილის, სლავური ღვეძელები ცნობილია, სხვადასხვა ერთხელ ამ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობდი ჩეხეთში, პატარა ქალაქია, დომაჟლიცე, სულ აბაშას ვადარებ ხოლმე, ძალიან პატარა ქალაქია. ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა ფესტივალი. თუ ყოველ დღე არა. ოთხშაბათობით ბაზრობები, შაბათ-კვირას ფესტივალები, ნუ აგერ ყურზე მიკეთია მაგათი ასე ვთქვათ, შუშის ანგელოზები, იქვე ჩემს თვალწინ აკეთებდნენ, აი საბერმელები ქონდათ მოტანილი და ყველის მრავალფეროვნება რო დავინახეთ, გულზე შემომეყარა ყველა მეორე იყო სულუგუნი და შებოლილი სულუგუნი. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით რაღაც ფორმებში გამოყვანი. არა, ეხეთ რაგბის ბურთის ფორმის ხო და სულ ისინი ქონდა ორნამენტები ირგვლივ, თქვა შემპირდა ჩემი კოლეგა იმ ქარხნის დირექტორი ესეც უნდა თქვა რომ ქარხნის დირექტორი სხვათა შორის ჩამოდიოდა ხოლმე და იმ ჭურჭელს რომელშიც მე მუშაობდი ეცხავდა. ანუ როცა რომელიღაცა თანამშრომელი არ იყო ადგილზე, თვითონ ჩამოდიოდა და თვითონ მუშაობდა მუშის ადგილას. მე ესეთი არაფერი მინახავ, ბატონო. ეს ხო რეალურად ესეთი გუნდური დამოკიდებულება საქმეში. აი, მე რო ვკითხე რა ეს რა მენეჯმენტია, მითხა ჩემი მენეჯმენტიო, ასე მომწონსო. აი, ერთხელ ზარეული ქალბატონი დავინახე მეორე დღეს ყოლსაკეთე და ყველას ქონდა შეთავსებული ამ პატარა საამქროში. ერთ პატარა საამქროში მუშაობდი, ქარხანა ცოტა დიდი იყო, იმიტომ 1929 წელს დაარსებულ ქარხანაზეა ლაპარაკი ამ დომოჟლიცეში, ამ პატარა ქალაქში. და 40 ტონარზე სამუშაობდი და მარტო ის პატარა საამქრო და ერთ ყელზე მუშაობდნენ აკავაზე ესეთ ყოლზე. ხო, რამდენი ხანი იყავით იქ? 3 თვე მომიწია, ყოფნა, თუმცა წინ კიდე ვიყავი რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა და მე როცა დავიწყეთ ყოლზე მუშაობა, ეხლა ალბათ კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ გადაწყვეტილია უკვე რომ ცალკე პატარა საწარმოს დაუთმობენ ქართულ ყოლს და იმუშავებენ. აი რეალურად ამ დროის განმავლობაში იყო რამე ისეთი ვთქვათ, რაც აღმოაჩინეთ იმ ხრივ რომ შეიძლება დაინერგოს მე საქართველოში. ან იგივე ქართული ორნამენტებიანი ყველი იმდენად მომეწონა, რომ შემპირდა ეს დირექტორი რომ აუცილებლად შეუკვეთავ ჩემთვის ამ ხის აი ყველი იდება ხის ყუთში, ფორმაში და ორნამენტი უკეთდება და აი ძალიან გავს ხოთა შორის რაჭულ იმას, აი ლობიანებს უკეთებ. ზევიდან რომ მორჯღალო უკეთებ, აი ესეთი ორნამენტები ხა ეგ დედამიწაც ხო ესეთი პატარა რაღაცა არის ჩვენ ერთმანეთს კულტურებს გვავართ ერთმანეთს. აი ძალიან მინდა რომ ეს როგორღაც დავნერგო ფორმები ქართულსაც მუზეუმშიც ვიხილოთ. ბატონო? შეიძლება მუზეუმში ვიხილოთ. მუზეუმში იქნება მსოფლიოს ყველა ყველი. აუცილებლად. ქართული ხო იქნება და იქნება, კავკასიური ხო იქნება და იქნება, ასევე იქნება მსოფლიო ყველას ყველი, იმიტომ რომ მე ვგიჟდები ქერქიან ყველებს. აგერ ახლა შვედებმა გამოუშვეს ძალიან დიდი წიგნი და ამ წიგნში მოვხვდი, აი აქ ზუსტად საქართველოში დამზადებული ქერქიანი ყველი მიჭირავს დაირასავით და ჩახუტებული მაქვს და როდესაც გამომიგზავნეს აქ ფოტო, ასეთი ბებერი ხომ არა ვარ, ახალგაზრდა გოგო ვარ ხო? და მითხრეს რომ აი ეს იმდენად მოგვეწონა, აი შეიძლება ოროეს და დატოვეთ მეთქი ეს ნაოჭი არის ჩემი ღირსება. ასე რომ აი სოფლიოსაც აი ჩემთან გაიგივეს სიძველე, ხელი, აი ეს განაუჭებული სახე, ძალიან
ძალიან როგორ გითხრათ, ყველაფერს ავთენტურს სოფლიო უკვე დაძდებს, იმიტომ რომ ეს ინდუსტრიული აღარ არის უკვე ასე ვთქვათ, ასე მისაღები და მომგებიანი და ყველა დაიძებს ამ ნატურალურს და აი ამ ნიშას ვიკვიდრებთ ჩვენ. აი ეს მინდოდა მე თქვა და არ მინდოდა რომ გამომჩენოდა მუზეუმი ხაზს გაუსმევს იმას, რამდენად ავთენტურია ქართული რძის პროდუქტები, მარტო ყველი არა მეგობრებო. სულ გული მწყდება ხოლმე ერბოს როცა ავლაპარაკობთ, არაჟანზე როცა ავლაპარაკობთ, კაიმაღზე როცა ავლაპარაკობთ, არც არ ვლაპარაკობთ საკუთრივ რძეზე. მე გუშინ წინ გამომატანა ნიკო ბენიანჯარის ეს მოამაგე ქართველი ფერმერი გამომატანა რძე და მე მსგავსი არაფერი მინახავს ხალხო 4ჯერ ავიღე გაშეცხელებულ რძეზე ზეწარივით ავიღე 4ჯერ ერბო აი მოვხსენი 4ჯერ მე მაცივარში რომ შევინახე კიდევ გაიკეთა ერბო და ფათაშორის ღომი გავაკეთე და ღომში ჩავასხი ისე ზედა რაღაცა ორიგინალური რაღაც გემომი. მოდი რა არ გამოგჩეს საერთოდ ორი ტილო არ გამოგჩეს ნამდვილად აი ჩემი მეგობრების ნახატებია მარტო მე აღარ ვხატავ უკვე ყველაზე მე ესეთი პატარა პროექტის ინიცირება გავაკეთე დახატე ყველი ფათაშორის ცოტა ურჯიშო ხასიათი მაქვს და არ მივდივარ მაგალითად კულტურის სამინისტროში და არ ვთხოვ რომ რაღაცა პროექტები დაგვიფინანსო არ მიყვარს სახელმწიფოსთან ურთიერთობა იმიტომ რომ სულ მგონია მე დამაყვედრიან ანაცი დამაყვედრის, ანკოცი დამაყვედრის, არ მინდა ეს დაყვედრებული არაფერი და არა და ამ ხალხს ჭირდება დახმარება. დახატე ყველი როცა გავაკეთე ამის ინიცირება, თაწმინდის პარკი არის ერთადერთი რომელსაც ვემადლიერები, არაფერს არ მაყვედრის, უფასოდ მithმობს სივრცეს და პირიქით ხანდახან აქეთ გვიფინანსებს ბევრ ამას, მათ შორის კონცერტს, დახლებს, ყველაფერს და ძალიან კარგი თავშეყრის მოედანი. გამოც უკვე სადღაც მერვე წელიწადია თაწმინდის პარკი სრულიად უფასოდ და უანგაროდ აკეთებს ყოველის ფესტივალის ორგანიზებას. იქ დავაინიცირეთ დახატე ყველი და დათო ხიდაშელმა ეს არის ნუ რა ვიცი გენიოსი ალბათ თანამედროვე ბექა ხუცურაული ასევე გენიოსია. თამუნა კეცხოველი, ჩემი აი მეგობარი და პარტნიორი უკვე შორენა მერკვილაძე, რომელიც შესანიშნავი მწერალი, ყველაზე მასზე უკეთად არავინ არ წერს. მანაც დაიწყო ხატვა, სასწაულად ხატავს და აი ნახეთ როგორი ნახატი არის, აი მისტიური რაღაცა ძალიან ისეთი ეგვიპტური რაღაც რძის თემები მუშაობს. აქ არის მაგალითად აი დათო ხიდაშელის დაუსრულებელი ნახატი მაგ ამას თავის დროზე მილიონად გავყიდი სხვათა შორის. ან მუზეუმში დაიდებს ჯერ მუზეუმში დაიდებს. დაძველდება მუზეუმში კიდე და რასაკვირველია. ესე იგი მუზეუმს უკვე აქვს ყველაფერი მეგობრებო, ანუ აქვს თავისი ბიბლიოთეკა. გროვდება უკვე კატალოგები, პირველი, მეორე, მესამე არქეოლოგიური მასალა, მინაბაძები. მუზეუმის სტილში იქნება ეს ყველაფერი შუშაში ჩასმული, ეს ნივთები იქნება ისე რომ ხელს ვერ მოკიდებთ შეეხები. მე ხათაშორის ყველა ფესტივალზე მპარავენ თვითონებს, იმიტომ რომ ხანდახან იმდენად ზუსტ აზლს ვაკეთებ ხოლმე. ერთხელ მახსოვს ერთმა მეთუნემ ცოცხალი აღარ არის გოჩა ყვახაბეშვილი ღმერთმა აცხონა სასწაული კაცი იყო, გამიკეთა ძალიან მაგარი ქოთანი და ხელი გაუშვი და გავტეხი. ფერი წაუვიდა და მოიცა მე ვთხარი ახათაბაშირი მომეცითხო და დავიწყე აღდგენა ამ იმის და შემაიმუნო მითხრა გავიგეო ზუსტად ასლი გამომივიდა სამუზეუმო ექსპონატის იმიტომ იქაც ხოლმე ნაწილებიდან აწყობენ და აი ასეთ ნივთებს ხშირად მპარავენ ხოლმე მადლობას ვეუბნები ვინც მპარავს იმიტომ რომ მე ახლიდან ვაკეთებ და მე თვითონ მეთუნეობა ვისწავლე აი ჩემი გაკეთებული ქოთანი მოვიტანე მეთუნეობა ვისწავლე ხატვა ვისწავლე იმ მუზეუმში მეთუნეობის სკოლაც იქნება ჩვეულებრივი მეყოლეობის სკოლაც იქნება საწარმოც იქნება და მოსული სტუმარიც ძალიან ბევრი იქნება იმიტომ რომ ყველა ვინ ჩამოვა იქნება ჩვეულებრივი რიგითი მუშა იქ მე დამთვალიერებელი არ მეყოლება მოვა როგორი კაცი განაცხადია ვისაც არ აქვს ასეთი უნარჩვევები უბრალოდ მე ამოუყვა ყველს და დროხასაც წავიდეს სხვა მუზეუმში წავიდე ჩაიცმებს რეზინის ჩექმებს, გაიკეთებს ხელთათმებს, დაიჭერს ხელში ფოცხს და წავა სამუშაოდ ფერმაში. ასე რომ აი ამ კონცეფციასაც ძალიან, იმიტომ რომ მე ჩემი მოგონილი არ არის ხალხი. რასაოცარია ბებიაჩები რა უცნაური ხალი იყო. ისა მე ხვალო დილა სამსახურში მივდივარო ადრე, როცა სოფელში სამი თვით განმაწესებდნენ რაჭაში და სამსახურში მუშაობდა და დროხაც ყავდა. ხო და ჩამოწელეოდა ბარემო ყველიც ამოიყვანო გუშინ ხანდელიც არისო დარჩენილი რძეცო და ეს დაუმატეო და მითხარ ბებო მე მეუნები ხო იცი შენო და მამიკეთები იცოდა რომ იცოდა ეს გენეტიკური ცოდნა ამაზე რავი აისაც არ გაუჭირდება ამ მუზეუმში კი ასე რომ მე მოვა მუზეუმში ყოველსაც ამოიყვანე კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა გულშემატკივარი ხართ ჩემი ასე ვთქვათ ჩემი კი არა ამ მუზეუმის ამ სახალხო მუზეუმის ჩვეულებრივი სამეგობრო საბჭოს წევრები ჩვენო პროდიუსერმა იმედია მოწვევა ჩემზეც ვრცელდება პროდიუსერმა იმედია მოწვევა ჩემზეც ყველაზე ვრცელდება ადამიანი არ იქნება საქართველოში ვისაც არ ექნება
საშუალება იქ იცხოვროს, გაჩერდეს, იმუშაოს, ყველი ამოიყვანოს, გააკეთოს. მასტერკლასები ჩატარდება. ეხლავე ვაანონსებ, ეხლავე ვეუბნები ყველა ყოლის მოყვარულს, რომ ვინც ძალიან აქტიური იქნება და გულს დასურჩადებს ჩემთან ერთად ამ ყოლის მუზეუმის მშენებლობაში, მე არ მინდა სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრი, ეს სულ შემოწირულობებით უნდა გაკეთდეს და რასაკვირველია გრანტებით, საერთაშორისო და შიდა გრანტებით. თქვენ ვინც იქნებით ერთგული, ასე ვთქვათ, ჩვენი მუზეუმის, გექნებათ თქვენი თარო. და იმ თაროზე თქვენთვის დაბერდება თქვენივე გაკეთებული ყველი. როცა გინდათ მოხვალ, წაიღებთ თქვენს ყველს. მნიშვნელოვანია ალბათ ამ კუთხით ხო ბიზნეს სექტორის ჩართულობა იმისთვის, რომ ასეთი მშენებლები უკვე მყავს, ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია გვეუბნება, რომ მივიღებთ ამაში მონაწილეობა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ სახელმწიფო მოხელემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. 21 წელიწადი არ გავყარები ვარ და არ მithხოვეს, რომ მეგონა რომ აქეთ უნდა დაეძახათ, ან არ დამიძახა და მე აღმოჩნდა ერთი კარგი ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ, Facebook-ში გვარი ფუნქცია უჯიკე, მიჯიკა მასლა და რომ მივედი ამ ადამიანთან ასეთი სიტყვებით დამხვდა, მე მას ახლა მივმართავ და ვეუბნები მადლობა, თუმცა არ დავასახელებ. მადლობა იმისთვის, რომ ასეთ ისტორიულ პროექტში შანსს მაძლევთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ. მადლობა თქვენ. აუცილებლად დიდი მადლობა. ხო, ამ მუზეუმს ეყოლება უამრავი სტუმარი, როგორც ქართველები და მნიშვნელოვანია, რომ ასე ტურიზმის სექტორის განვითარებაში შეიტანს ძალიან დიდ წვლილს და მით უმეტეს თუ თბილისთან ახლოს იქნება, ვიცი რომ არ გვიანონსებთ ჯერ კონკრეტულად რომელი ლოკაცია, თუმცა როცა ხელს მოვაწერ, ხო, პირველი ჩვენ მე პირველი აუცილებლად გეტყვით. დიდი მადლობა, რომ ვიყავით დღეს ჩვენი სტუმარი, ესეთი უნიკალური მასალები მოგვიტანეთ, ულამაზესი ნამუშევრები და მოკლედ თქვენს და ქართულ ყველსაც უსურვებ წარმატებას. ყველის დედოფალი ყავდა სტუმრად ანა მიკაძე, რომელიც არაჩვეულებრივ ისტორიებს გვაცნობს და გაგვაცნო ყველთან დაკავშირებით და ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ იმას კი რა ყურადღებით. თარო რომ გექნება უკვე აუცილებლად და გახსნის მომენტსაც ჩვენ უნდა გავაშუქოთ აუცილებლად პირველ რიგში. დიდი მადლობა თქვენ ახლა